აზატური თამაშები არის მავნე ადამიანისთვის და თავში მოიცავს ისეთ მავნე მიდრეკილებებს, რომლითაც ადამიანს მთლიანად ფლობს და მართავს. ამიტომაც ძალიან ძლიერი ვნება ეს და ადამიანს სრულად ატყვევებს და შემდეგ ხდის მას დამონებულ მდგომარეობაში, რომ ისეთში როგორშიც თქვა ადამიანს სხვაგვარად უკვე აღარ შეუძლია და მთლიანად მისი ცხოვრება უკვე მოცულია ამ რაღაცა თამაშებით. ეს არ არის მარტო ფულით გამოწვეული. შეიძლება თავიდან რაღაც ვნება იყოს ფულისადმი სწრაფად ფულის შოვნის სურვილი, მაგრამ შემდეგ უკვე თავისთავად გადადის როგორც მავნე ჩრევა და ადამიანს პიროვნულად დეგრადირებს, ადამიანი ანგრევს სულიერად მას და ხდის დამონებულს მისდამი. მაგრამ ამავე დროს არის ცუდი იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა რაღაც მდგომარეობებისგან, დამონებული მდგომარეობებისგან, რომ ეს მოთამაშე აუნებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთლიანად ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს, ვინაიდან წაგებულ მდგომარეობაში ის საჭიროებს რაღაც ეკონომიურ მხარდაჭერას სხვებისგან, თუ თქვა პირველ ეტაპზე ეხმარებიან, შემდეგ უკვე მოგვიანებით თვითონ ხდება კრიმინალი და ცდილობს, რომ ეს ფული მოიპოვოს არაკანონიერი გზით. ან მთლიანად გაყიდოს თავისი ქონება და თავისი ახლობლები დატოვოს უსახლკარო და ულუკმაპუროთ. ანუ ყველაზე ძვირფასი რაც არის ადამიანისთვის ეს ოჯახი, შვილი, მეუღლე, მშობლები, მათაც კი წირავს თავისი ნების გამო. ამიტომ არის ეს საშინელი სცენი და ძალიან აუცილებელია, რომ თავიდან პირველ ჯერ პრევენცია მოხდეს და საერთოდ არ ჩაებას ადამიანის საქმიანობაში, მაგრამ თუ რაღაცნაირად გაეკარა კიდევაც, რომ თავის დროზე მოხდეს მისი საშინელი ნებისგან გამოყვანა და რაღაცა განკურნება მობიტურებებისგან, ამსენისგან, რომელიც ანგრევს ადამიანს როგორც პიროვნებას და მას ხდის როგორც დატყვევებულ არსებად. იცით რა ძალიან რთულია. რთულია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არის მაინც ნებელობის დაჩმუგება ხდება. იცით რა არის ნარკომანიისგან განსხვავებით, ამოთობის სხვა რაღაც ესეთი ვნებისგან განსხვავებით. მას არ ახასიათებს ესეთი სომატური მდგომარეობა, ბიოლოგიური დამოკიდებულება, თქვა ნარკომანს ან სიგარეტის მწერებას ან ნარკოტიკების მომხმარებას, მაგრამ ფიზიკური დამოკიდებულებები გააჩნია და აი ფიზიკურ მდგომარეობაშიც უკვე აღარ შეუძლია თქვა ნარკოტიკის, ნიკოტინის ან ალკოგოლის გარეშე. აი ამას ეს არ აქვს თქვა ეს ბიოლოგიური დამოკიდებულება, მაგრამ აი ფსიქიკა აქვს ძალიან დარღვეული და რაღაცნაირად შეპყრობილია ვნებით თამაშისა მიდრეკილებით და იცით რა არის, ну აი ნების აღდგენა უნდა მოხდეს რა თავის წელს. საერთოდ ყოველთვის კარგია ხოლმე ჩანაცვლების თერაპია, როცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაკრავს და არა აზარტული თქვა აი ამ თამაშისგან თქვა გადაიყვან უკვე არა თქვა კომერციულ თამაშზე. ხო ადამიანს და თქვა სპორტულ ჟილს გაუღვიებ მაშინ. თქვა სპორტულს ასეთ ან სხვა რაიმეში და ის იქნება კეთილი და აი ამაში იპოვის თქვა აი ჟილის დაკმაყოფილებას და ამავე დროს რაღაც კეთილ საქმეს გააკეთებს. ეს უფრო სწორი გადასვლაა, ვიდრე ეს პირდაპირ ჩაკეტო, აუგრძალო და შემდეგ ან დაკარგავ როგორც მრევლს ეკლესიიდან, ან და ვერ აჯობებს საკუთარ თავს. ყოველთვის აი გადაყვანა, ჩანაცვლება, ალტერნატივის შეთავაზება ყოველთვის კარგად მოქმედებს და მოტივაციის გაღვივება, რატომ უნდა გააკეთოს ეს. ძალიან მნიშვნელოვანია რა ადამიანში გააღვივდეს ეს და ასე რომ აი ეს აგრძალვები მით უმეტეს 21 საუკუნეში
არ ცუდად მოქმედებს და ამიტომაც ეკლესია ცდილობს 21 საუკუნეში მისიონერულ საქმიანობაში ნაკლებად გამოიყენოს აკრძალვების მეთოდი, სულ მეტად გამოიყენოს ალტერნატიული მეთოდი. და ამ ალტერნატივით მოახდინოს რაღაცა შეცვლა მიმართულების, სუბლიმირებას, რასაც ეძახიან, რომ აი სხვა მდგომარეობისკენ წაიყვანო, თქვა ეს და გააკეთებიო ის რაც კეთილი. ეკლესიური საიდუმლოები საერთოდ ასკეტური ცხოვრება, ასკეტური გასაგებია, საერო ასკეტიზმი, ხო ნებისმიერ მარხვაც, ლოცვაც ასკეტიზმში გადის და საიდუმლოები კიდევ უფრო სხვა რანგია, თქვა ზიარება და აღსარება უმნიშვნელოვანესია. ეს ნებისმიერ ადამიანისთვის. უბრალოდ როცა ნება აქვს დაჩმუნებული ადამიანს, მისთვის რთულია ამ საქმიანობაში მთლიანად ჩართო. ანუ თავის თუ ჩაერთვება, მაგრამ ამას რა ჯობია. ძალიან კარგია და ძალიან კარგადაც იმოქმედებს და არ არსებობს ღმერთისადმი შევიდეს და იქ კეთილცვლილება არ მოახდინოს, ხო, თქვა ზიარება უსხულის, ან ღირსეული სინანული ქონდეს ადამიანს და მას ღვთაებრივების განცდა მადლი ვერ იგრძნოს და არ მისცეს ღმერთო. ეს ყველაფერი კარგია ადამიანს, მაგრამ როგორ მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ მისთვის აქტუალური გახდეს. იცით რა, ფორმალური მოქმედება ამ მხრივ არის ძალიან ცუდი და დამანგრეველი. თუ ჩვენ მას ვერ მოვამზადებთ სათანადოდ, როცა ის დაიწყებს თვითონ მონაწილეობას, არამედ უბრალოდ ვეთქვით, შენ თუ ეზიარებ, შენ განიკურნებ, აი ესე თუ დაუსვოც, შენ თუ ახსარებას იტყვი, შენ კარგად გახდები, ეს მას ვინაიდან მომზადებული არ არის სულიერად, არ იცის რა შინაარსი დევს აი ამ თქმაში, შეიძლება თან ადამიანი ბუნებითად თუ არ არის მორწმუნე ღრმად და მართლმადიდებლური ღირსეული შემეცნება მას არ გააჩნია, სწორი შემეცნება სწავლებისა, ის წარმართულად აზრებს ისმის და იფიქრებს, რომ აი მე მივიღებ მონაწილეობას, ვიტყვი აღსარებას, მივიღებ ზიარებას და მე გამიკურნებ. ანუ ეს ფორმალური იქნება მისთვის და ამის გაკეთების შემთხვევაში დაინახავს, რომ არაფერი არ მოხდება, შეიძლება სრულად დაიკარგოს ეკლესია. ამიტომ ადამიანი უნდა მოემზადოს და უნდა შეგნებით უნდა მიხვდეს, შევაგნებინოთ, მივცეთ იმ საშუალება, სწორედ აუხსნათ რა არის ზიარება, რა არის აღსარება, როგორ უნდა მოემზადოს, როგორ უნდა ილოცოს, რომ ეს უბრალოდ ქმედება არ არის, რომ ის შემდეგაც შენი სურვილების ასრულება იწყება, როგორც წარმართებს გონიათ, როგორც მაგიური აზროვნების რაღაცა წყობა არის, არამედ ეს არის მონაწილეობა მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი გულით სამღვთო წყალობაში. და ამ სამღვთო წყალობის ძალა იწყებს შენში მოქმედებას, როცა სწორედ გაქვს დაყენებული შენი ურთიერთობა ღმერთთან. ყველანაირად შეიძლება რომ დაეხმაროს ადამიანს. უბრალოდ რამდენად უსმენს დღეს ადამიანის წყობა თავისი აზროვნების არის ძალიან ეგოცენტრული და ავტორიტეტი ფაქტიურად მე-20 საუკუნე, 21 საუკუნეს ავტორიტეტების ცხოვრების ეპოქაა. ასე რომ მით უმეტეს ავტორიტეტი ისეთი როგორიცაა, ვთქვათ, ეკლესია, ვთქვათ, ისეთი როგორიცაა ქრისტეული მამულიშვილები და ასე შემდეგ. და ადამიანი მთლიანად არის დღევანდელი წესი აზროვნებისა, რომ შენ ხარ გამსაზღვრელი ყველაფრის. რა ერთადერთი ავტორიტეტი ისევ შენ ხარ შენი თავისთვის და ამიტომ მხოლოდ შენ უნდა მოახდინო ყველაფრის საბოლოო პასუხების გაცეკვით, ყველა კითხვას საბოლოოდ შენ უნდა გასცე პასუხები და არავინ არ გჭირდება ამისთვის. ამიტომ თუ ამ ხელა ავტორიტეტები მისთვის არაფერს არ წარმოადგენს, მით უმეტეს როცა ან მეგობარი, ან უფროსი ადამიანი რაიმეს ეტყვის. რთულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში არავინ არავის არ უსმენს. იმიტომ რომ
მაინც განსაზღვრავს ადამიანის თავს თვითონ დღეს ესეთი წყობა. ასე რომ თუ შეუძლია ვინმეს ურჩიოს და მას ხურა. სხვათა შორის ისევ იქ მივდივართ, რომ ძირითადად ჩვენ შეგონებაში, როცა დახმარებაში გულისხმობთ, რომ რჩევა მივცეთ, თითი დაუქმნიოთ, მიუთითოთ, ესეთ მენტორული ფორმები მეორეზე ზემოქმედებით, რომელიც არ ჭრს. ესმედა რაღაცნაირად გამოდის, რომ ჩვენ ვალს ვიხდით. და აი ვალი მოვიხადე მის წინაშე, მე უთხარი. და მეტი რა ვქნა. და აი ესე არ არის მარტო მე უთხარი. იცი, აი იქ მივდივართ ისე, რომ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ეს რაღაც ვიღაცა თუ გინდა რომ ეკლესიაში მიიყვანო, ჯერ შეუნა იყო მისული ეკლესიაში. ნუ ლოცვას ყოველთვის აქვს დიდი ძალა, ვიცით რომ ერთი ადამიანი თავისი ლოცვით ეხმარება მეორე ადამიანს ნამდვილად. ამისთვის წამს შეუძლია აკეთოს და იმის და მიუხედავად ისე უნება თუ არ ეუნება. მაგრამ მაინც ღვთის წინაშე დგას პიროვნება და მისი ნება, რამდენიც არ უნდა ილოცო, თუ მას არ ნებავს, ღმერთი მას ძალას არ დაატანს. ღმერთმა შეიძლება კეთილი პირობა შეუქმნას, მაგრამ იმდენად რამდენადაც ღმერთი არავის არაფერს არ აძალებს, ამიტომაც ძალადობა მასზე, თუნდაც კეთილი ძალადობა არ მოხდება. მაგრამ გარემოს შეუქმნის ნამდვილად და ყველაფერს გაუკეთებს იმისთვის, რომ მოგეთ ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა, ამას გვწამს, გვჯერა და თუ ვინმე შეუძლია რომ იტვირთოს ეს და მის სახელზე არ თქვათ რაღაცა ფსალმონი იკითხოს ან დაუშტომილი იკითხოს ან პარაკლისი შეუკვეთოს, ძალიან კარგი იქნება. დამახინჯებული ფორმა მეგობრობის. მაგრამ მარტო თქვათ აზარტშია, ხო იგივეა თქვათ ნარკოტიკებში, იგივეა თქვათ მუშობის დროს, იგივეა თქვათ ლოთობის დროს და ასე შემდეგ. როგორც უდგანან, მაგრამ უდგანან როგორც ესე იგი არასწორ წესში ცხოვრების და რომელშიც ჯერ თვითონ არიან და შემდეგ სხვებსაც ასე გონიათ რომ ეხმარებიან. სამწუხაროა, მაგრამ რაც გაქვს შინაგანად, ხო, იქიდან გამოგავს. კოკაშერაცაში ის გადმოედინებს, რაც როგორც ესმის იმ ადამიანს დახმარება, ისე ეხმარება. თავარია თვითონ არ ესმის კარგად და ეგ არის ცუდად. სწორედ გაიგებს და სწორედ დაეხმარება. სხვის უბედურებებზე იწყობს თავის ბედნიერებას და აწყობს ცხოვრებას, ასე თქვათ, ბოროტების დანერგვით, რომელიც შემდეგ სხვა ადამიანებს ცხოვრებას ესე იგი უნგრევს. შენ ამით მითითებდები. არის ესეთი სპეციალობა ალბათ არ არსებობს ესეთი, მაგრამ ორგანიზაციებია თუ დაწესებულებები, რა დავარქვათ არ ვიცით, ხო? მართლაც ესეა და ძალიან ცუდია ეს და არ ამგონია რომ ადამიანები, რომლებიც საქმიანობას ეწევიან, სხვათა შორის ბევრი ვერც კი ხვდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მაგალითად დადიოდნენ ჩემთან რეალად ეკლესიაში, თურმე კაზინოში მუშაობენ, არც ვიცოდი, ხო, და შეფხვევით გავიქი. ამ საერთოდ ართულიან, რომ ეს ცუდი საქმე, ჯობები სამსახურია, გონიათ და ჯობები სამსახურში დადიან. საშინელებას ქმნიან და ხელს უწყობენ ადამიანის ასე გათხოვებას და გაუფეთურებას. ადამიანი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. რამდენი კაზინო არსებობს, მაგრამ კაზინოსთან ბედნიერი არ არსებობს. სხვათა შორის კაზინოსთან დამოკიდებულება საქართველოშია დამახინჯებული ფორმით, რომ ვიცოდეთ რა. ქართველები რაღაცა გვაქვს ხოლმე რაღაც გამონაკლისები, რაღაცები ჩვენთან ისეთ რაღაცა ჰიბრიდულ ფორმებს იღებს, რომ ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ის რეალობაში რა. იმიტომ რომ ჩვენთან რაღაცა პასუხისმგებლობაა დაქვეითებული ქართველებს გვაქვს და ამიტომაც ამ დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე ადამიანი ბევრ რაღაც სისულელეებს ჩადის.
ბევრი ისეთ საქმიანობას ჩადის, რაც მისთვის არ არის. მაგალითად, უცხოეთში თქვენ ძალიან იშვიათად ნახავთ, რომ ადამიანმა ფული დახარჯოს სხვისი. მაგრამ პასუხისმგებელი ის თუ ხარჯავს და აგებს თავის ნაშრომს აგებს. ის ცოლშვილს არ გაუყიდის სახლს და დედამთილს ვერ გაყიდის და კომპანიონს ვერ გაუყიდის გონებას და ასე შემდეგ. ანუ თუ მოხდება ესეთი იშვიათობა და ყველაფერი ხდება, მაგრამ იმდენად იშვიათობა. But იგივე ლას-ვეგასში ამ კაზინოში შედიან გასართობ. მიდის და გამოყოფილი აქვს იმ კაცს ფული, თავისი ხელფასისა თუ შემოსავლისგან, რამდენიმე წააგებს. არ წააგებს მეც. იმიტომ რომ რაციონალური აზროვნება აქვს. მაგრამ ქართველი არის ძალიან ემოციური. წააგებს შენსაც, ჩემსაც და კიდევ მთელ საქართველოს. არ აინტერესებს. ესმი? აი, ამიტომაც არის ისეთი რაღაცა ფორმას იღებს ჩვენ და საშინელს. ბევრად უფრო საშინელია ვიდრე თქვა იგივე მდგომარეობა დასავლეთში. იმიტომ რომ ესეთი შეპყრობილი მდგომარეობა იქ არა, მასიური შეპყრობა არა. შოულობენ ფულს და უნდა კაზინოში დახარჯოს, უნდა თავისი ფული. და აქ თავისი ფულით არ არის კაზინოში. ანდა თუ მიდის მერე ისიარებს რომ ტრისას, იდეა ყველაფერს. ანუ ეს ემოციები, რომელიც თქვა კარგია ერთი საქმისთვის, როცა სიყვარულს ეხება, როცა მეგობრობას ეხება, ხო და ეს ჟინი, რომ კარგად გააკეთოს საქმე, ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ აი ესეთ მდგომარეობაში, აზრთან დამოკიდებულებაში, მომკიდევზე ცუდია. მით უმეტეს, როცა პასუხისმგებლობა ნოლია. აი ადამიანებს ხვდები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ აი სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანებს. თან ყველა რგოლში, იცით, ეს არ არის მარტო დამახასიათებელი რაღაცა ფენისთვის საზოგადოებაში, დაბალ განვითარებული ადამიანები, რომლებიც უმაღლესი არ განათლება არა აქვს დაბერულს და პასუხისმგებლობა თქვათ არ იციან რა. მაგრამ ნებისმიერ ზევიდან დაიწყე და ყვებით და ნახეთ ელემენტარული პასუხისმგებლობა, ნახეთ დრო, როცა დავუთქვა და როდის ხო? დროი შეგრძნება რა გაწუხოთ, მანქანები როგორ დადიან, ხო ეს? სხვაზე აღლაპარაკობ, მეც ძალიან ცუდად აქვს. ცუდად ვაყენებ, ცუდად იმას. ხამე და უსიგნალებ უყვირი ხარ არ გადარ. პასუხისმგებლობა საერთოდ არ უნდა. ისმი? და საქმე გასაკეთებელი, არამთავრობ ხომ საქმეს ატოვებ. ნუ საწყალად მიდიხდო, ძალიან ბევრი რა. აი ეს უპასუხისმგებლობა არის ალბათ ქართული სერი, ძალიან საშინელი სერი, აი აზარზე ვილაპარაკებთ, ნებისმიერ რამეზე ვილაპარაკებთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავსვათ ქართველებმა კრიტიკულად თუ ჩვენ თვითონ შევხედავთ უპასუხისმგებლობას, რაც უცხოელები ჩამოდიან, მოდიან საუბრობთ ახსარება, თუნდაც მრევლი, თუნდაც არამრევლი, სულ ყველას ვეკითხები ხოლმე და მაინტერესებს და თუმცა როცა გამმარტოვდებით არ ხალხში. ხო ახტუანებული არის ქართული სულფრის თუ მათ მოყარება ყველა. მაგრამ მე რა ხან მოზღვარი უკრიტიკებ და ვეუბნები რომ აი კრიტიკული მინდა მითხრა და მთელი წელს გულწრფელობით მითხარი არ მინდა რომ თქვათ ჩვენი ურთიერთობის გამო იქ არის პოლიტკორექტულობა და არაფრით არ გეტყვი. მაგრამ აი მოზღვრის სარგებლო ჩემი სტატუსი და ვეუბნები ყველა ხარს უსვამს უპასუხისმგებლობას. სრულ უპასუხისმგებლობას. ეს არის აი როგორ ჩანს, აი როგორც მზე ამოდის და განათებს და სინათლეა როგორ დიდი ყველაფერი აი ეს პირდაპირ მოდიხარ თვალებს გჭრის საქართველოში სრული უპასუხისმგებლობა ყველა მხრიდან. აი არ არსებობს ადგილი სადაც ეს არ არის. როცა ჩვენ ვაპარაკობთ სოდვაზე და ამ ტერმინს ხმარობ, ჩვენ ვაპარაკობთ მორწმუნეს. და იმ ადამიანს, რომელსაც სოდვა არ აინტერესებს, არ ფიქრობს, სოდვა რა არის და მადლი რა. ხა იმას ელაპარაკო იმ თემაზე, რომელსაც არ ფიქრობს საერთოდ და არ აქცევს ყურადღებას, არის სისულელე. ჩვენ შეიძლება მას სოდვაზე კი არ ველაპარაკოთ. ჩვენ შეიძლება ველაპარაკოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი. ესმით? მადლი, ცოდვა ტერმინები, როცა ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ. ამიტომ არის იცით, როცა გავდივართ საქმე ლაპარაკობ, ჩვენ არასწორი მიმართება გვაქვს საზოგადოებასთან
ჩვენ გონია რომ ეს საზოგადოება არის გრიგოლ ხანძთელის თავმავალი და აბუთბილელის და ერეკლე მეომარი არ არის მამის თავმავალი. დღევანდელი საზოგადოება არის ძალიან ისა რა ქვია ქრთალი ეს ქრთალად ეს დიდი ვთქვათ ქართული სულიერი ძალები წარმოდგენილი მათში. ძირითადად ეს არის აი ევროპული აზროვნების და აზიური რაღაცა გიბრიდის მქონე ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან. შეიძლება ცოტა სიხმაროს, შეიძლება მადლით სიხმაროს და ამ დროს იყოს ვთქვათ სატანისტი. თავისი აზროვნება და მაგისტი და ხამარჩითან და სასში. და ეს სწორედ ასვავს ის საკითხს. თავის ფული ეს მის და თვითონ მოიპოვა ფული. უნდა გაერთოს. აი ფულს, რომელსაც იშოვოს, მას ჭირდება გართობა. მთელი თანამედროვე აზროვნება არის გართობისკენ მიმართული. თქვენ თუ დააკვირდებით ცხოვრების წესს, ყველაფერი ადამიანს უნდა ართობდეს. უფრო მეტიც დღეს განათლება აგებული გართობაზე. აი ნახეთ სისტემები განათლების და ბავშვს როგორ უწყებენ გასართობი თამაშებით მიჩვევა და იმისთვის რომ მან რაღაც ცოდნა მიიღოს. და შემდეგ ეს დიაზიან და ეს გართობა არის თამდევი პროცესი. ნახეთ რამდენად გაურბის ადამიანი ტკივილს სულ ინფორმაციას. ნახეთ როგორ ადვილად მარხავენ ადამიანებს. იმდენ ისეთ მდგომარეობაშია რომ ამერიკაში აკრძალულია მიცვალებული სახში მისველი. აკრძალ დაგიჭერეთ სახში რომ მიასვლა. ანუ შენ არ უნდა ხედავდე მიცვალებულთან კონტაქტი არ უნდა გქონდეს. ამ მიცვალებულს დაასვენებენ სადღაც რიტუალურ სახლში, სადაც შენ მიხვალ უბრალოდ გაივლით მოჩი. შენ არ უნდა შეგიხოს ეს. იქვე არის გასართობი. ახლოვეთ და გადახვალდით და გადააყოლეთ. მე მაგათი ჩემშვის ყავდა მეგობარი ფინანსი ფეხბურთელი, რომელიც ჩამოვიდა და 23 წლის ბიჭი იყო. და მიცვალებული არ მყავს ნანახი. რა გინდა განახო, მიცვალებული მაჩვენეთ, არ მინახავს საერთოდ. იმიტომ ერთხელ ბებია მოკდა და ისიც რაღაც შორიდან დაჩვენეს. არ დაიცვალა ბებია, მაგრამ მიიყვანეს და სარიტუალო სახლში შეხედა და მომჭ. არ უნდა ნახოთ, ტკივილი არ უნდა შეიგდოს. სიკვდილს არ უნდა შეხედოს. სიკვდილი უნდა რაღაცნაირად გადაიყვათ და მოქვეცნობიერში და არ უნდა გახსოვდეს საერთოდ და მოკავაში. თუ გინდა დეპრესია არ აიგეთ. ხო და ასე რომ ყველაფერი არის ამ გართობისკენ მიმართული. და იმასაც ლეგიტიმური ასეთ აღზრდილი ესეთ გარემოში რომ უნდა თავარია იშოვო ფული რომ მეერე დაახარჯო და სიამოვნება მიიღო. და სწორედ ამბობს ის მე სიამოვნებს კაზინო. მეორეს რაღაცა სხვა ნადირობა, მესამეს დევზაობა. და ასე შემდეგ. ჩვენ იმას ეს კი არ მოუთხოთ ეს ცოდვა ის მადლია ეს. რამე სხვანაირად უნდა წავა, რამდენად არის სასარგებლო ადამიანისთვის ყველაფერში სიამოვნების მიღება. რამდენად სასარგებლო ადამიანისთვის. რა არის აზრი ცხოვრების? რაშია აი ის quintessentia, რასაც ქვია, ხო? რომელიც ადამიანად ქმნის. ამ ხელა არსება, თუ მხოლოდ სიამოვნებისთვის არის შექმნილი, რომელსაც გაზდის ზოგი ვერც არც აქვს ფიზიკური საშუალებები და მონაცემები, რომ სიამოვნება მიიღოს ბოლომდე და ყველაფერში. ხო და აი ამ კუთხით უნდა დავუწყოთ საუბარი და არა ცოდვა და მადლი. ამიტომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას აქვს ხელფასი და უნდა სადაც უნდა დახარჯოს, უნდა უთხრათ, რომ დახარჯოს სადაც უნდა. მან დახარჯოს თავისი ფული, სადაც უნდა იყოს. მაგრამ აზრი მისი ცხოვრებისა იქნება სრულიად უაზრო. და ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც დიდი საშიშროების წინაშე დგას, ვერ ხედავს და სრულიად უგუნურად იქცევა.
აი ბერძნული თერი ტრაგედიების, ვთქვათ ეს გენიალური ტრაგედიების აზრი სწორედ იმაშია, რომ არის სიბრიყვე ერთი მხრივ, მეორე მხრივ სიბრძნე. და გონიერი ირჩევს ბრძენას და უგუნური ირჩევს ბრიყვას. გონიერი ირჩევს სასარგებლოს, ხოლო უგუნური სასიამოვნოს. და მთელი აზროვნება ახლა ბერძნული იყო ამას. ნუ ქრისტიანობაში ხო მით უმეტეს როგორ წარმოვიდა, ხო რა სიძლია. აი ამ მდგომარეობაშია და ისე მართლა რო ვთქვათ, მართლა აქვს ნებისმიერ ადამიანს ამის შეუძლება. თუ გვახსოვთ თქვენ საბათში ესეც როგორ აქეთ საძაღლის გული ბულგაკოვის იქ არის ძალიან კარგი ფოტოშოპი პროფესორ პრიაბეჟინსკის ვეუბნებია რომ ფულე გადარიცხეო ბავშვები გერმანელი ბავშვების დასახმარებლად კომუნისტები მიდიან და უნდები ეს უნდა არ გადავიცხო და რატო თქვენ არ წუხართო და გული არ შეგდათო ბავშვები რომლებიც უპატრონოთ არიან შემთხვევა როგორ არ შეგდათო აბა რატო არ იცხო არ მინდა ჩემი ნება ეს და იქ კარგად არ გამოყვანილი რომ შე რომ მეძალადები მე რომ სიკეთე გავაკეთო არ მინდა შენი ძალადობით გავაკეთო სიკეთე მე მინდა რომ ჩემით გავაკეთო ეს სიკეთე ამიტომ არის ზუსტად იქ მივიდივარ რომ ალტერნატივა უნდა მისცი და არა უთხრა ვიცი იქ ცოდვა და წადი გააკეთე ის გავაუთხრა შენ უცოდვას ჩადიხარ როცა მიდიხარ კაზინოში ხარჯავ იმაში ფულს ვიღაცას კაზინოში მოწოს ვიღაცას რაღაც ისულალე მოწოს ხტებიან იქიდან ექსტრემალია და რაღაცა საფრთხეში იგდებს და ვიღაცა თაზე მიძურება ნაკლებს იგიჟია თაზე რომ მიძურები და იყინება ზოგი და ხტებიან და რაღაც უბედურებები ამართება რისთვის მიძურები თაზე მაგრამ ისიც აზარტია ხო რაღაც ადიხარ თაზე და პირიქით ეკლესია აკურთხებს და ლოცავს თასველებს ცოტაშორის ძალიან კაი ხალხია თასველებს თავის ბუნებით იმიტომ რომ ეხმარებიან და უნარჩვევებს ეს თასველობა უნვითარებს ძალიან კარგს და ძლიერს რა ისევე როგორც ვთქვათ აი რეგბისტები არიან მეგობრულად და ერთმანეთს გვერდში უდგან ან ესეთი თამაშობები სადაც გუნდური თამაშია და იციან გაყოფა მიცემა და რაღაც უნარჩვევებს ხო ეს ყველაფერი უნარჩვევებს ასწავს ხო და მარა და მეორე მხრივ სრული უგუნურება ხო სადაც მიდიხარ საფრთხეში იგდებ თავს და დიდი პროცენტია სხვათა შორის რისკა დიდი პროცენტია რომ აღარ დაბრუნდა მაგრამ ეკლესია არ კურთხებს ლოცავს იმიტომ რომ აზრიდებს იცე ეს მის რატო არის კაზინო და მსგავსი უაზრო არაფერს არ იცე ეს მის შეიძლება აზარტის მხრივ ბევრად უფრო ძლიერი დასრულება იყოს მაგრამ იცე ეს მის აი ამას გაწინააღმდეგობებს ლახავ ეხმარების სხვას ეს მის და გადალახავ და რაღაც ადიხარ მწვერვალისკენ რაღაცა ეს ძალები ში არაფერს არ იცი აი ამიტომ აი ამით უნდა დავანახოთ რომ აი არაფერს არ შეძენ არაფერს არ მიიღება არის ძალიან ცუდ ამიტომ მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ თამაში მე ესე ვფიქრობ რა ეს ნიშნავს მე ვფიქრობ რომ თამაშობები რომლებიც გონებას ამვითარებს და ადამიანს ესე აზროვნების უნარებს უნვითარებს არის კარგი და თამაშები რომლებიც პირიქით დამოკიდებულია თქვათ ბედზე გამართლებაზე არის ცუდი სადაც თვითონ ადამიანი ნაკლებად მონაწილეობს ან კამათელი ან რაიმე სხვა დარიგება აი ესეთი თამაშობები ცუდია არა იმიტომ რომ კარტია და კამათელია ან სხვა რამე თვითონ თავისთავად კარტი ან თავისთავად კამათი იმიტომ რომ აზროვნება სადაც არის ხდება ადამიანის დეგრადირება მინდობა ბედზე რაც ცუდია როცა არ არსებობს ბედი საერთოდ და არსებობს ღვთის განგება და ასევე ეს ცუდია ადამიანისთვის როცა შენ სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობ იმაში რასაც აკეთებ რაშიც უფრო მეტად მონაწილეობ
რაც გინვითარებს თქვა ან ფიზიკურ მდგომარეობას ან გონებრივ კარგია თუ რაიმე ცოდვა არ არის და საშინელება ან კერხელობა არ არის და ასე შემდეგ ადამიანი იგივე ფულის შოვის დროს ხომ კეთილშობილი უნდა გახდეს ნებისმიერ მოქმედებაში კეთილშობილი უნდა გახდეს მუშაობაც არის კეთილშობილება საქმე ნებისმიერ საქმენა თუ ცოდვა არ არის ნებისმიერ საქმენა არის კეთილშობილება ოფლიც დაღვრა ისმის ეს კურთხევა ცოდვით დაცემის შემდეგ მეტი აკურთხებს რომ აი ოფლით შენით მოიპოვე არა თქვათ თაღლითობით რაღაცა წვიერებით და რაღაც მდგომარეობით ნაცარქექიობით ხო არამედ შენი მოქმედებით შენი გონებრივი ინტელექტუალური შრომით ფიზიკური შრომით ისმის და რატომ იმიტომ რომ ამაში ხდება კათარზისი აი ამ მდგომარეობა როგორც მამები ასკეტებიან ხო საქმე ლოცვა ეს ორი ფრთა ორი ჩადია და ასე შემდეგ შეტარებები ბევრი ხო აი საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ისე დაყენება საკითხის ფულის შოვნაზე ისმის და დღეს არის ფულის შოვნა და რა გზა უკვე აღარ აინტერესებს რასაკვირველია რაც უფრო იოლებით უფრო კარგი და დღეს ხედავთ რომ ლატარიები და გათამაშებები ტოტალიზატორები და იმები შეიძლება მართლა რომ მოიგო რაღაც ფული მაგრამ ეს კეთილშობილს არ გხდის პირიქით უარეს გხდის რაც იყავი მანამდე ფულის შოვნამდე აჯერ უფრო ცუდი ხდებოდი ყუილია ეს ლაპარაკი რომ მე რო ფულს ვიშოვე გავხდები უფრო კეთილი ვიდრე ვიყავი იმიტომ რომ საშუალება მაქვს მე მერწმუნეთ რომ წყობა ადამიანის სიკეთისა ფულის შოვნის პარალელურად არ ვითარდება პირიქით ხდება აი გეტყვით მე თქვენ თუ ლარი გაქვს თქვენ ჯიბეში შეგიძლიათ რომ მთლიანად ეს ლარი მიცე მათხოვს 10 ლარის შემთხვევაში გაგიჩნდებათ ამის გაკეთება რომ მთლიანად ის რაც აი 100 ლარის შემთხვევაში 10 ლარში 1 ლარს მისცა ხომ ისე კი მისცა 100 ლარში 10 ლარს ვერ მისცა აი 1000 ლარში 100 ლარს ვერ მისცა ნამდვილად ვერ მისცა ხო 100,000-ში 1000 ლარს ვერ მისცა ანუ არ მიყვება ერთი მეორეს ასე რომ მოვიტყვეთ და ვიტყვით ფულს თუ ვიშოვი აუცილებლად სხვებს დავაიგე და თავისთავად ფულის შოვნა არ არის აზრი ადამიანის ცხოვრების შენ უნდა იღვაწო და თუ მოგეცა ფული გამდიდრდი მოგეცა საშუალება შენთვის მთავარი არის ის ღვაწლი რომელსაც შენ მოქმედებ და იმ ღვაწლის დროს შენში მომხდარი ცვლილებები ეს არის მთავარი და არა თავისთავად მატერიალური შენი შემდეგი წარმატება მე ისეთ რა ეს ბიზნესი არის სარეკლამო ვინა ბანერებს რას და ბანერებს მაგრამ ის რომ გვერდში დადგომა თქვა რეკლამის მხრივ და რაღაც თქვა ბიზნეს პარტნიორობა ესეთ კომპანიებთან რომლებიც ეს სხვის უბედურებაზე ბედნიერდებიან ასაკურელია ინაწილებენ პასუხისმგებლობას ამ ძიმე საქმიანობის ისინი ფაქტობრივად ანგრევენ არა მარტო პიროვნებას, არამედ საზოგადოების რაღაც დიდ ნაწილს, იმიტომ რომ თან მით უმეტეს საქართველოში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ როგორი ძიმე შედეგები გვაქვს, იცით, საშინელ შედეგები. მით უმეტეს ეკლესია უფრო მტკივნეულად განიცდის, იმიტომ რომ ეს ოჯახები არცად სხვა კი არ მიდიან, ჩვენთან მოდიან. და ეს დანგრეული, გაუბედურებული ოჯახები და სულ ფიქრობდი, რომ აი მათ უნდა მიუყვანო და ესენი აჩვენო, აყურებიო, რომ რა უკენი თქვენ ამ სწორ არასწორი მოქმედებით ადამიანებს როგორ გააუბედურეთ ბავშვები დააობლეთ და დაამსხვრიეთ ოჯახები ხო და არც სარჩოდ არაფერი აღარ აქვს ადამიანებს და თვითონ კარგად ცხოვრობენ ასე რომ მრავლად არიან ესეთი ხალხი და მოუწოდეთ ყველას რომ სერიოზულად მოეკიდნენ თავიანთი ცხოვრების წესს იმიტომ რომ ყველაფერი უბრალოდ
ადამიანის ნებისმიერი მოქმედება არ დარჩება შეფასდება. და შეფასდება ყველაფერი და ის რასაც სხვას უსურვე, რაც სხვას უსურვე და რაც სხვას გაუკეთე, ასაკვირველია გაუკეთე შენ თავს. რაც შეეხება იმას, რომ ინტერნეტშია შემოსული, მართლაც საშინელი რამაა. იგი სახლიდან დაუსრულოთ შენში და რაც თავარია ნები აი ასაკსაც ვერ აკონტროლებ შენ რა ასაკის ბავშვი საშინელებაა ეს არის 10 მაგარ მძიმე დანაშაული როცა შეიძლება რა თქვა რომ თქვა კაზინოში არ უშვებენ 18 წლამდე და რაღაც ცენზი არსებობს კი და რაღაცა ჩარჩოში მაინც ხო რომ აი არის რაღაც შეზღუდვა და აღარაა მოზარდი 18 წლის ჯარში იწვევენ ავტომატი და ტანკში სიცოცხლეს წირავს ესე იგი შეუძლია მას ყველაფერი გააკეთოს რაც შეიძლება და ამ შემთხვევაში როცა ინტერნეტში შედის ეს არის გაუკონტროლებელი სივრცე სადაც რასაკვირველია აუცილებლად სტუნდებიან ბავშვები აუცილებლად სტუნდებიან იმიტომ რომ მშობელი რას ფულსაც გამოუყოფს ის შეუძლია გადარიცხოს და შეუძლია გააორმაგოს და გაათმაგოს უცე და ეს რაღაცა ფული მიიზიდავს აუცილებლად და ბავშვი მით უმეტეს ესეთ ემოციებს როგორც ქართველებად და აი ბავშვობიდანვე უკვე შეჩვეულია იცით რა 18 წლის შემდეგ რომ რაღაცები მოგდის ეს გაჯენილი არ აქვს ეს უნარჩვები აი უნარჩვებს შენ იძენ თვისებებს იძენ აღზის პროცესში იცი და როცა აღზის პროცესში შენში ეს ხალიფდება მიდრეკილება სწრაფად შოვისა რაღაცა გამართლებისა ბეძემინდობისა და აი უაზრო მოქმედებისა მაშინ შენ ერთგვარად შენ განთავისუფლება მომავალში მოხდება ძალიან სწრაფად რომ ბავშვობიდანვე გაქვს აი დედის გზიდან გაქვს შეთვისებული ეს სიმახინჯე ეს არის საშინელი აი მართლა მკაცრად უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ აი ინტერნეტით მაინც აკრძალონ აზარტული თამაში იმიტომ ეს მართლაც საშინელება ბავშვი არ უნდა გაეკაროს იცი გამოცდილება საშინელი რამ არის აი გეტყვით მე თქვენ რა მიიღო ადამა ცოდვის დაცემის შემდეგ მიიღო გამოცდილება ცოდვის განაკეთილისა და ბოროტის გარჩევა არ ჰქონდა ადამიანს ხეცნობადისა სანამ გასმის ჰქონდა გაცნობა იმიტომ რომ ცოტა ბოროტი რა არის და კეთილი ხედავდა ღმერთს ხედავდა ეშმაკს მაგრამ გადავახვით საფრთხის დარღვევით მან გამოცდილება მიიღო გამოცდილება თავისი მოქმედება გამოცდილება მიიღო თუ რა არის ბოროტება არის როცა შორიდან უყურებ მაგრამ შენ თვითონ როცა განიცდი ბოროტება სულ სხვა რამე და შენ როცა განიცდი უკვე შენში ღვევა ხდება შენი სული იმსხვრება აი ესევე ბავშვი რომელიც შეიძლება სულს ხედავს გარედან მაგრამ მას გამოცდილება არ აქვს სულ სხვა მდგომარეობა და ისევე უციკლოდ რჩება როგორც კი გამოცდილებას იღებს იმ წუთშივე იმსხვრება მისი სული რომელიც აღდგენა შეიძლება მაგრამ ის იარები აუცილებლად დარჩება ამიტომ არის ცოდვას არ უნდა გაეკარა რომ არ დაგრჩეს ეს ის ნუ არქიტექტურულადაც საშინელია, მაგრამ საპატრიარქოს გვერდზე რაღაც სიწმინდე მაინც ხონა არსებობდეს, რა. რაღაცა სისუფთავე, რაღაც ძველი ქალაქია, არანაირ ლოგიკაში არ ჩდება, არც მისი შინაარსით არ ჩდება, არც მისი არქიტექტურით არ ჩდება. სრული საზღვრება შეიძლება ითქვას. ეს არის სახელდღევანდელი ეკლექტური ეპოქისა. როცა ადამიანებს მიეცა უფლება ყველაფრის გაკეთება. და ვხედავთ რომ ესეთი ადამიანები აკეთებენ სისულელეებს მავნებლურად ეს უკვე სისულელეც აღარ არის რა შეიძლება უწოდოთ რა ეს არქიტექტურა ცოტა სხვა რამეა იცით ხელოვნების დარგია ისეთი რომელიც ადამიანს აიძულებს რასაც გაიძულებს რომ უყურო ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო თქვა თუ ცუდი ნახატია, შეგვიძლია ჩამოხსნა, იცი? არ შეხედა. თუ ცუდი ნაწარმოებია მუსიკალურ გამორთა, არ მოხსნა. მაგრამ არქიტექტურას ვერაფერს ვერ უწევს.
უნდა გაიარო იმ ქოჩას და ყოველდღე უნდა შეეჯახო და შეხედო. და ვისაც გონია რომ ეს მითქმა არ მოქმედებს ადამიანს ძალიან ცდება. ძალიან ძლიერად მოქმედებს, ვიზუალური ხელოვნება ძალიან მოქმედებს და არქიტექტურა ეს ადამიანის გემოვნებას უქვეითებს. და აი ესეთ დაქვეითებული ადამიანი, აღზრდილი ადამიანი ასაკვირველია, კეთილნაყოფს ძალიან ძნელად გამოიყენებს. გარდაქმნა საერთოდ ადამიანის ბევრად უფრო ძნელია. უფრო კარგია პრევენცია, უფრო კარგია აღზრდა სწორი. ჩამოყალიბების პერიოდი, რატო არის მნიშვნელოვანი აი ეს ადამიანის აღზრდა ჩამ. უფრო მეტად დღეს ფსიქოლოგები ლაპარაკობენ არა ბავშვის დაბადებიდან აღზრდაზე, არამედ მუცელში აღზრდაზე, იცი? ესე არა დედა რომ ნერვებს იშლის და შურს და ჩხუბობს და უყვირის და თქვათ რაღაცა მავნე მიდრეკელებებით არის დასნეულები ბავშვი არ გადადის. იცი აი გავაჩენდა კარგად აქვს, ვერ აქვს. იმიტომ რომ იქ აძლევს შენ დამოკიდებულებებს ბავშვისა. იქ ეფერები ჯერ მას და იქ აი განწყობებს იქ უყალიბებ ბავშვს. და ასე რომ ძალიან რთულია შემდეგ ადამიანების გადადგმა, ну შანგრილაც და ბევრი რამეც. თბილისში არქიტექტურულად საშინელებები ხდება დღეს. თუნდაც ის იუსტიციის სამინისტრო, თუნდაც წმინდა გიორგი რომელიც ახლა მორწმუნესთვის რა უნდა იყოს ყველაზე დიდი სიმბოლო თავისუფლებისა თუ არა წმინდა გიორგი და ნებისმიერი წმინდა ხო მართლა თავისუფლების სიმბოლო არის იმიტომ რომ მართლა თავის თავზე მაღლა იქდა ეს პატარა მაწვილი არსება რომელმაც დადო ქრისტესთვის თავი ხო და ესეთ მოწამეურება აი ნებისმიერი წმინდაც ხო მართლა თავისუფლების მაგრამ ცუდად წარმოჩენილი ეს თავისუფლება სიმბოლო ცუდად წარმოჩენილი არის ხოლმე მაზიანებელი იდეისა რომელსაც ის არის დააზიანა ეს იდეა დასინის ყველა აი ხო ჯვარს ვერ იძახ ხო ჯვარს იჯი უფრო ცუდი არ არის მე რო გავული და ხალხი სათამაშოს ეძახის იოლკას ეძახის ნაძვის ხე ნაძვის ხის სათამაშო ეს ხო ჩვენ ხელში და ძალიან ცუდი ეს ნამდვილად ძალიან ცუდი აი თან ის წმინდა გიორგის ეძახის წმინდა გიორგი თორე წმინდა გიორგი არსებობს წმინდა გიორგი სხვა წმინდა გიორგი არ არსებობს წმინდა გიორგი ო ვინმესთვის არის წმინდა გიორგი ვისთვის არ არის თუ ის კანონიკური არ არის საერთოდ ჯერჯერობით შორსაა და ყველა იმას ხედავს უჩხობს წმინდა გიორგის ყველგან ხედავ უმუცელს აცხენის და სრულად უაზრობას აი ესე არის კაი იდეა შეიძლება დამახინჯდეს აზრი იყოს კარგი წმინდა გიორგი იყოს თავისუფლების სიმბოლო იბატონო დიდი სიამოვნებაა მაგრამ უნდა იყოს ღირსეული იცით რა არის მაღალი რელიგიური აზროვნება ითხოვს მაღალ კულტურულ ფორმებს ამიტომ ღირსეული უნდა იყოს ისმის ის რასაც იმიტომ არის გენიალური დაძრები საქართველოში აშენებული ხო ისე უბრალოდ ყველას კი არ აშენებია ხო გამოსილყურად მოძრაობს აშენებიდნენ დიდი ამქარები იყო ის სწავლობს ის სწავლობდნენ ბიზანტიაში მიდიოდნენ და იყო სულიერი ცხოვრება და ისინი ქმნიდნენ იმიტომ ღირსეული პატრიონამია ვიცი სიდიადეს უფლის სიდიადეს ჭირდება ღირსეული პატრი ზუსტად იგივე განცდა ჰქონდათ რელიგიური ნებისმიერ რელიგიური განცდა საუკეთესო საკეთებია ეხლა პირამიდა გენიალური შედევრია ხო სასწაული როგორ აზროვნებდა ეგვიპტელისთვის რა იყო მარადიულობის სიმბოლო და რამდენ სწავლობდა რომ ეს მარადიულობის სიმბოლო შეექო ასე რომ საჭიროა ისევ ადამიანებმა გააკეთონ და მცოდნე ადამიანებმა გააკეთონ და თან ხალხის მონაწილეობა, ხალხის გადაწყვეტილება ის თავისუფლების მოედანი არ არის ერთი კაცის და ორი კაცის ან რაღაც ჯგუფის. საერთოდ ჩვენთან არის. ისმით, ამიტომ ჩვენც უნდა მიგვაღებინონ მონაწილე, ჩვენ თვითონ აგვარჩევინო სპეციალისტები ჩაგვრთო. ავტორიტარიზმი ეს და რაღაცა მე მინდა ესე და ესე იყოს, არის ძალიან ცუდი სახელმწიფოებში ხდება ეს ძალიან ცუდი და იქიდან არ უნდა
წავიდეთ.